ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის ტიქი დაზარალებული კახეთის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. დავით ნარმანი აცხადებს, რომ დარღვეულია ვადა, სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და დაზარალებული მოსახლეობის დახმარება შერჩევით ხდებოდა. მინისტრის მოადგილე ზეწოლაზეც საუბრობს, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები კონკრეტული დღისთვის სამუშაოების შესრულებას ითხოვდნენ, რის გამოც აღნიშნული სამუშაოების ხელახლა ჩატარებაა საჭირო. ტიქიასთან დაკავშირებით ნახეთ ის, რომ ბოლომდე არ არის აღწერის სამუშაოები დასრულებული და ინფორმაცია არის არაერთგვაროვანი. მეორე ის მხარდაჭერა, რაც განხორციელდა, ასევე შერჩევით ხასიათს ატარებდა. ასევე მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო პროექტები, რომელთა გარკვეული ნაწილი ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში არ არის შესრულებული, ანუ ვადების გადაწევასთან გვაქვს საქმე და უნდა დადგინდეს აუცილებლად რა იწევდა ამ ყველაფერს. გვაქვს დაჩქარებიდან გამომდინარე ხარისხის გაუარესების შემთხვევები. არის რამოდენიმე შემთხვევა, სადაც შემსრულებლები მიუთითებენ, რომ აქ იყო რაღაც დონის ზეწოლებზე საუბარი, რომ მათ აზარალეს, ანუ პირდაპირ გეტყვით, რომ რაღაც სახელმწიფო შესასწავლებთან ან რაიმე ვიზიტებთან დაკავშირებით ერთ დღეში უნდა მოხდარიყო რაღაც სამუშაოს დასრულება.